Კლუბით ნახევარი საათის წინ დასრულდა ახალი მოძრაობის პრეზენტაცია. მოძრაობის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის სწორედ ეგნატე ნინოშვილის ძეგლთან წარადგინათ მისივე დაბადების დღეზე. მათ წაიკითხეს მანიფესტიც, როგორც შენ განაცხადე, და ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ამ მოძრაობას ექნება. მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ამ დროისთვის 100-მდე ადამიანს აერთიანებს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც როგორც მოძრაობის წევრები აღნიშნავენ, წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ უთანასწორობას, ითხოვდნენ რეფორმებს ჟანდაცვის მიმართულებით, განათლების მიმართულებით, ითხოვდნენ თანასწორობას. ასევე ძალიან ბევრი მათგანი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ არსებულ პროტესტშიც, როგორც ისინი აცხადებენ, როგორც ამ მოძრაობის წევრები და ორგანიზატორები აცხადებენ, მათ უკვე ძალიან მკაფიო ხედვა და პრიორიტეტები აქვთ და ასევე უკვე ამ მოძრაობის შიგნით არსებული ჯგუფები აქტიურად მუშაობენ საპროგრამო სრულფასოვან საპროგრამო დოკუმენტზე, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში დასრულდება. ასევე აქ შეკრებილები ამბობენ იმას, რომ განაცხადეს ის, რომ რეალურად საქართველოს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ცოდნა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევანი არ არის მხოლოდ კონსერვატიულ და ლიბერალურ პოლიტიკურ ძალებს შორის საქართველოში და სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისინი აფუძნებენ ამ მოძრაობას, რომლის კარიც მათივე განცხადებით არის ღია აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის, რომელსაც სჯერა, რომ ქვეყნის განვითარება აუცილებლად სოციალურ დემოკრატიაშია. სწორედ ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებმაც დღეს აქ ახალი მოძრაობა წარადგინეს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი განცხადებები. ჩვენ ამ ქვეყანაში უყურებთ უთანასწორობას და ეს უთანასწორობა არის როგორც ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური. ჩვენი ხედვა არის ის, რომ შევცვალოთ ეს. ჩვენ გვინდა ახალი საქართველო, რომელიც ამ წინააღმდეგობის წიაღში იბადება და ამის მომსწრენი ჩვენ ვართ ყველანი. ჩვენ გვინდა ის, რომ თითოეულ მოქალაქეს კონდეს ღირსეული საცხოვრებელი პირობები, კონდეს კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონდეს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ამისთვის ჩვენ ვიწვევთ ყველა იმ ადამიანს სათანამშრომლოდ, ვისაც ეს ღირებულებები არის არსებითი და გადამწყვეტი. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ჯგუფებთან, სხვადასხვა პროტესტის კერებთან, ვქმნით ფართო ალიანსს. და ამავდროულად ჩვენ მუშაობთ კონკრეტულ ხედვაზე, როგორ უნდა მივაღწიოთ ისეთ ქვეყანას, რომელიც იქნება თავისუფალი, თანასწორი და რომელიც მისცემს ყველა მის მოქალაქეს შესაძლებლობას ხელი მიუწვდებოდეს პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ სიკეთეებს. ჩვენ გვინდა უთხრათ ჩვენს სირგული მყოფ ადამიანებს, რომ საქართველო მხოლოდ ლიბერალებისგან და კონსერვატორებისგან არ შედგება. ამ საზოგადოებაში ვარსებობთ ჩვენც მემარცხენეებიც და ის მემარცხენეები, რომლებიც არც ხელისუფლებას შეუერთდნენ, არც ოპოზიციასთან აუგზნობენ და სურთ, რომ ცალკე დინება შექმნან, დღეს ვერთიანდებით იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ოდესღაც მაინც გახდეს სოციალური სახელმწიფო და ამ ქვეყანაში ოდესღაც მაინც დამკვიდრდეს სოციალური სამართლიანი. ამ მოძრაობის მიზანი არის, რომ უკვე არსებულ პროტესტში შეიტანოს სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რაც რეალურად ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს. გაერთიანებულები არიან სხვადასხვა მემარცხენე ჯგუფები. ჩვენ მუშაობთ, ჩვენი მთავარი ღირებულება არის პირდაპირი დემოკრატია და ჩვენ მოძრაობა ღია არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და მანიფესტს. ამ ინიციატივის ავტორები, ამ მოძრაობის წევრები აღნიშნავენ, რომ მემარცხენე ძალები პირველად არ ცდილობენ ასეთი ტიპის ინიციატივით გამოსვლას და გააქტიურებას. ისინი აღნიშნავენ, რომ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომ პერიოდში ძალიან აქტიური იყო მემარცხენე ჯგუფების ჩართულობა, როგორც ქუჩის პროტესტში, ისე სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ისინი ამბობენ, რომ ვითარებაში, როგორც დღეს არსებობს საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, რომ
შესაძლებელია უკეთესი პოლიტიკური სისტემის აშენება და აუცილებელია საუბარი იმაზე, აუცილებელია საუბარი თანასწორობაზე, სოციალურ საკითხებზე და ასე შემდეგ. ისინი ამბობენ, რომ მათი მოძრაობა ახლა შედგება 100-ზე მეტი წევრისგან, თუმცა არიან აბსოლუტურად ღია იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მათ ხედვასა და პრიორიტეტებს იზიარებს, მათ შეუერთდეს.